საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. ის წავისვი shoulder rub-ი და მაგის სუნზე გიждდებიან და ალბათ არასდროს აღარ დამანებებს თავს. ძალიან საყვარელი კატაა. საყვარელი რო იყოს გადავგვაგდებთ. ყოის. ხო, აი ნახე, რა გაგიждდა. შეიშალა. აი, დავიწყოთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს არ გვაქვს, ფასიანი ზუმი ნაყიდი არ გვაქვს, Skype-ი უქმდება. ამიტომ ეს რა ქვია. დავიწყოთ. მეორეც მოვიდა. ამიტომ ეგრევე შესავალს გავუკეთებ, რას ვაკეთებთ დღეს? გადავწყვიტეთ, რომ საკმარისი არ არის ჩვენი საუბარი, თან შენი ეპიზოდი საკმარისი არ იყო, ჩემი სახის ყურებაც საკმარისი არ იყო და ამიტომ გავიხსენეთ ძველი დრო, როცა ერთად სამი პოდკასტი დავიწყეთ არც ერთი. გავაგრძელეთ. თითო სეზონი გავაკეთეთ რა ეს pilot seasons. რაღაც limited ის რო არის, ხო იცი serious event-ი MacPonch. ხო, მართალი ხარ. კი, მაშინ არ ვიცოდი უბრალოდ რომ ეს იყო ჩანაფიქრი, ესე ჩვენ გძელად იღეთ გვინდოდა. ამიტომ ჩვენი duty free-ს call-ის ქვეშ დავამატეთ პატარა სეგმენტი, რომელსაც დავარქვათ ტრანზიტულ ეპიზოდებს და ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში მე და საბა ვილაპარაკებთ ყველაფერზე, არაფერზე, რაღაცებს გავუზიაროთ ერთმანეთს და მოვუყვებით საინტერესოს და გზად ვეცდებით, რომ ერთმანეთს გავართოთ და ხალხიც გავართოთ. არ მოიდგინეთ, რომ მეგობარს შეხვდით აეროპორტის ლაუნჯში და გადაჯდომის ნახევარი საათი, 40 წუთი გაქვთ და ამ პერიოდში ერთმანეთს რაღაცებს უზიაროთ. აი ესეთი კონცეფცია გვაქვს და მოკლე იქნება შედარებით და ნახოთ მე ახლა თუ მაყურებელთა დაჟინებული ცხოვრით, გრძელ გადაჯდომებს გავაკეთეთ. ეს იქნება. ხო და საბა, როგორ ხარ და რა ხდება შენ ცხოვრებაში? ბრავი. რაც კიდე რომ კარგად ვარ. საინტერესო არაფერი არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ გადავწყვიტე, რომ 2 წლიანი შესვენება ცხარე საჭმელებისა ეს ბოლო 1 კვირა დამემთავრებინა. და მე გამახსენდა, რატომ გადავწყვიტე, რომ აღარ მეჭამა ცხარე საჭმელი, იმიტომ რომ გასტრიტული შეტევები მაქვს უკვე 2 დღე არის და აბასკოთი გამოუციხი, იმიტომ რომ რაღაც ლობიანები გავაკეთე და თან მოვასხი, თან ჩავაწე. აუ მე ძალიან მიყვარს აბასკოს ლობიანში. ეხა ალბათ კიდე 1-2 წელი უნდა შევისვე, რომ ცხარე საჭმელებისგან და აი იმასაც ალკოჰოლიკები რომ იმაშებიან, ამოვარდებიან ხოლმე. ან რაღაც ეჯექტები და მე რო ბრუნდებიან, ეგათლა შეგვიძლია რომ იმაზე. ისე ცხარე ხო იწვევს მას მიჩვევას, მე რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ეგ მე ძალიან მიყვარს ცხარე საჭმელი, არ ვიღებ ხოლმე შესვენებებს, ჯერჯერობით არაფერი არ მჭირს საბედნიეროდ. და შრი-ლანკაზე როცა ვიყავ პირველად, იქ ყველაფერი ცხარეა და ისედაც ვერ იპოვედი ახლა და თან დიდად არ მინდოდა სხვა არაფრის ჭამა, იმიტომ რომ მირჩევნია ხოლმე სადაც ვარ იქაური ქუდი დავიხურო და ვინტეგრირდე და ყოველ დღე თვითონ ცხარეს რო ვჭამდით, რო დავბრუნდი, მე ისეთი ის მქონდა, რა ქვია, craving-ი, რასაც ქვია რა, ის მოთხოვნილება, რომ ცხარე მეჭამა, რომ აი შემჯდარი ვიყავი, ორგანიზმი ითხოვდა ცხარეს და მე მგონი იწვევს მას რა დამოკიდებულებას რამდენადაც მახსოვს. დამოკიდებულება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა აზარტს იწვევდა ყოველთვის ჩემთვის ცხარე, იმიტომ რომ მაგალითად მახსოვს, რომ აი მეგრელებს ვეჯიბრებოდი ხოლმე იმაში, რომ ამას შემიძლია და რაღაცა და აქ სხვათა შორის ზოგადად არა მეგრელებზე კი არა, white people-ზე არის ეგ სტერეოტიპი, რომ ცხარე საჭმელს ვერ ვუძლებთ და მე ხანდახან ვცდილობ ხოლმე რომ სტერეოტიპს შევებრძოლო და well გამართა ამ შემთხვევაში.
ერთხელ სუპერულად კი არა და ერთი 20 წლის წინ ვიყავი მე მგონი აქ ჩამოსული 2008-ში და ვიეტნამურ რესტორანში წავედით პირველად და იქ მითხრეს მაშინ მეგობრებმა, იმიტომ რომ არ მახსოვს რა ქვია იმას, მაგრამ ყველა ვიეტნამურ იმაში გექნება ნალახი რა დიდი რაღაცა ძალიან ცხარი соуსი რო აქვს რა. ხო, ვიცი ჩვენთან იყიდებოდა ეგ ლარიანი რაღაცა соуსი იყო. ძალიან ცხარი. რა ხო, რაღაცა ეგ და ნუ ის ბრენდით არის და ეს არის აი რადიოაქტიული სტაფილოსფერი ფერი რო აქვს. ხო, რაღაცა ეგეთი და ნუ მაგაზე მითხრეს რომ დავაპირო რომ მომესხა, მაგაზე მითხრეს რომ ეგო ძალიან ცხარი არისო და თუ არ გაქო მიჩვეულიო პირის აპარატიო როგორც ჩვენ. არ გაქო. ხო. მაშინ არ გირჩევთო და მე გადავწყვიტე რომ როგორ მეთქი მეგრულ წიწაკას ვჭამ მეთქი ეგ არ არის თქო და ჯინაზე მოვასხი და რა მე მაგის მერე აღარაფერი არ მიცოცხი. დამწურება მიიღე პირის ღრუს. კი ბატონო. ხო და მე ის იყო ერთხელ აერმანს ვიყავი ინდურში წავედით და ეს იყო რა ქვია იმ ბიჭსაც უყვარდა ცხარი საჭმელი და აქ იყო ერთი რაღაც ძალიან ავთენტური ინდური რესტორანი და რამდენჯერმე მანამდეც ვიყავი იქ და ძალიან მომწონდა მათი საჭმელი და რომ ვუთხარით რომ ცხარე გინდათ თუ ინდურად ცხარეო და ინდურად ცხარე თქო და ეს კაცი თვითონ მე მგონი შეფი იყო და გამოვიდა რომ დარწმუნებული იყო რომ ნამდვილად ინდურად ცხარე გინდათ ხო მე კი უნდა გავტესტო ეს კაცი და კარგი იყო ნამდვილი ინდურად ცხარე. თან იცი რა არის მე მგონი ჩვენ წიწაკას რაღაც ერთი შეფისგან მაქვს მოსმენილი სხვანაირი ისა აქ ანუ მჟავიანო არ ვიცი მაგაზე acidity კი არის მაგრამ მჟავიანობადაც თლად არ ითარგმნება მე მგონი წიწაკის კონტექსტში მაგრამ მოკლედ ჩვენი რაღაცა არის უფრო მჟავიანობა მაღალი ანუ უფრო მძაფრი წიწაკა არის ვიდრე მაგალითად ჩილის უფრო რბილი სიმწარე აქვს რა ანუ უფრო სხვანაირი არომატში გადასულია ჩვენი აი პირდაპირ ცხვირის წავაი სხვანაირი ანუ ქართული წიწაკა მაგალითად მაგიტო ჩილისგან განსხვავდება და მეც მე ანუ უკვე ეს პირის ღრუს აპარატი რო გამივითარდა კი არა და მქონ განვითარებული როგორც აღმოჩნდა ალბათ რა ის არის გენეტიკური დედაჩემისგან და მეც დავაკვირდი მაგას რომ აი ჩილის სხვანაირი რაღაცა მოტკბო სიმწარე აქვს და აი მეგრულ წიწაკას აი ეს მართლა კიდე სხვა ლეველის არის და სხვანაირი და ის არა სხვათში მაგრამ პატარა რჩევას მიცემ ვისაც ადრე მე მგონი აი რაღაცა ეგეთ პონჩი ძალიან ცხარე რაღაცა ვჭამე და დავგუგლე რომ როგორ შემეჩერებინა ეს სიცხარე და ან შეიძლება რენდომად ვნახე რაღაცა ეგ ინფორმაცია არ მახსოვს ზუსტად რომ მოკლედ ესე იგი წიწაკას რო ჭამო ეს ან ზოგადად ცხარე საჭმელს რაღაცა ზეთოვანი ნიუტრიენტება არის ამ სიცხარეში რა რომელიც ენაზე ედება და რახან ზეთია წყალს რო სვავ короче ეს წყალი არ რეცხავს რა ამას просто გადაივლის ზედ და ამიტომ უნდა ჭამო მაგალითად პური ან რაღაცა ცხიმიანი სასმელი მაგრამ რძეს იმიტომ სვამენ ხო და თუ ეგრე დაითუთქეთ ოდესმე იცოდეთ რომ რამე ეგეთი უნდა მიაყოლოთ ლიმონი რო ჰეირით რო ჩაირეს ზეთოვანი ლიმონი ალბათ ანუ გამძაფრებს იმიტომ რომ ისედაც ის გაქვს გაღიზიანებული და მაგიტო არ არის ალბათ არ ვიცი რაღაცებს ბოდი მე არ მენდოთ არ ვიცი ხო და რაღაცა თქვი და ვერ გავიგონე და ხმა გაითიშა ლიმონი არ ვიცი არ მიცდია მეთქი და ბარემ ერთ პატარა რჩევასაც მოვაყოლებ სიცხარის და ლაპარაკობ ხა არ მესმის და არ მესმის ხო არა არ ვიცი ხალხს ესმის თუ არა მე შენი ხმა მესმის ოღონდ ცოტა უკეთესად მესმის რაღაცა მოხდა და უკეთესად წამოვიდა შენი კი ჩემი ბრალია აბა ეხა მითხარი რამე 1 2 3 გესმის ჩემი ბრალი იყო ესე იგი ხალხი გაიგებს რატომაც გადაერგა ხო და მოკლედ ის რა ქვია ერთ რჩევას დავამატებდი სიცხარესთან დაკავშირებით და შეგვიძლია არ ვიცი თუ რამე სათქმელი აღარ გექნება ამოვწუროთ ეს თემა მოკლედ
თუ ისე მოხდა რომ ბევრი მოგივიდათ მოსაწევი მაგალითად ამ შემთხვევაში მაგალითად კი არა და მოსაწევზე არის ლაპარაკი და ჩაი შველის ხოლმე ეგეთ სიტუაციებში რა და თურმე ციცაკის გაღეჭვა რომელიც ასევე მე დავტესტე და საკაიფო შველის ეგრევე ეთყობა მაგის მერე ეძებდი შეიძლება ხო არ ვიცი მაგრამ ეს ორი რჩევა მოკლედ სიცხარესთან დაკავშირებით და ხო და მე ერთი გამახსენდა ტაბასკოზე რომ ამბობდი და მე ცხარებში გადავედით მაგრამ ძალიან კარგი რომელიც მინდა რომ დავნერგო ჩემს მეშიც რაღაცა ცხოვრებაში მაგრამ სულ მავიწყდება რაღაცნაირად მაგაზე ზრუნვა არიან ადამიანები რომლებიც თავისი ამ იმებით დადიან სანელებლებით და მაგალითად თავის ანუ სადღაც მიდიხარ არ მოგწონს რაღაცის გემო გააძრავი სვანურ მარილს ტაბასკოს რაღაცა ნუ ტაბასკოები და რაღაცები თან პატარა travel size-ებიც არსებობს რომელსაც მე ესე რაღაცა ერთმანეთს ჩუქნიან ხოლმე ესეთ ადამიანებს ვინც ის არიან ხო მაგრამ ეგ რაღაცა შეურაცხმყოფელი არ არის იმ ადამიანს მიდიხარ და იმან დაკპატიჟა ხო ნუ რაღაცა ნუ იცი რა არის შეიძლება რაღაცა კულინარიული სნობიო ხარ ხო ანუ ხო ეხა ეგეთი ტიპი რო ხარ ალბათ ყველა მიცის რომ შენგან მოსალოდნელია ეხა მე ჩემი კულინარიული მიდრიგებები ალბათ არ ეწყინებოდა თან ეხა რესტორანში და სადღაცა შეიძლება რომ იმასგან და ეხა მაინც შეფის თვალწინ ესე თვალში არ გავუყრი და მოაყრი მარილს მარილს რა ვარ ნუ მარილსაც არ უნდა აყრიდე ესე კარგი რესტორანში ხო და ეგ მინდა რომ რაღაცნაირად დავნერგო, იმიტომ რომ მაგალითად აი სიცხარეს ამბავში გამისწორდებოდა, აი რაღაცებს, აი ხა ამასა ეს მოუხდებოდა და აი ჩანთაში ეხა გარდა იმისა რომ წნევის წამალი, იქ რაღაც ის დამამშვიდებელი გამაყუჩებელი და რაღაცები და გაქვს, ცალკე კიდე ერთი იმას გამოყოფ, რომელშიც იქნება აი ქართულ ამბავში სვანური მარილი ძალიან იდეალურია, უბრალოდ ისეთი მარტო სვანური მარილი ხო ბატონო ხო და ეს პატარა ტაბასკოები და რაღაცები, მოკლედ მაგის დანერგვა მინდა. ოკეი. გაგვიზიარი მე როგორ ჩაივლის ხო, იმედია, ანუ 1-6 თვეში განვახორციელებ და მე მოგიყვებით. ხო და კულინარიის თემა რო გავაგრძელოთ, ერთი რაღაცა იყო, რაზეც სადღაც მინდოდა რომ მეთქვა. და მე არც დიდ ეპიზოდში გამოჩნდა მაგის დრო და მერეც რაღაცა მიმავიწყდა და მე ხა იმდენი აღარ დამამახსოვრდა სალაპარაკო და აღარც ის არის კი ჩავხედავ ხა ტელეფონში რაღაცებს ჩანიშნული მქონდა თავის დროზე მაგრამ ვეცდები რომ გავიხსენო დროს ვერ ვაკონტროლებ აქ და თუ რაღაცა და გაითიშ ნახოთ რა რაღაცას მოვიფიქრებ ეს ის არ მაინც trial ის ეპიზოდია trial ტრანზიტული ეპიზოდი სადღაც შევინახ. მოკლედ ერთი რაც იყო კულინარულ შოუებიდან გავნერ თუ იპოვე არ ვიცი, მაგრამ დავიკიდებ რა მე მგონი არ არის ეგეთ მნიშვნელოვანი. ჩანიშნული ისინი ინფორმაციები არ მქონდა. ხო და კულინარულ რაღაცებს შოუებს ბევრს არ ვუყურებ სხვათა შორის მინდა ვთქვა რაღაცნაირად აი ყველაფერ მასტერშეფებს რაღაცებს ქართულ შოუებს ზოგადად ვერ ვუყურებ რაღაც აი ქართულ პროდუქტებს ვერ მოვიხმარ იმიტომ რომ აი ისინიც პოდკასტებიც და რაღაცებიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის რაღაცები რაც მომწონს ხოლმე და თან ცოტა ისა პოდკასტების მოსმენა იმიტომ არ მინდა რომ რაღაცა გავლენა არ იქონიეს რადგან ეხა თან ჩვენი პოდკასტი გქონდეს მინდა რომ ის არ მქონდეს რა მაგრამ ნუ მოკლედ რაღაცა მიჭირს ამ ქართული მეების კონტენტის მოხმარება იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მგონია რომ ბევრი არც ისე კარგი ხარისხის არის და ყველაზე რაღაც კარგი ხარისხის რაღაცა იყო ბოლოს. გამახსენდა იმაზე ევროპა ბეთის პოპ რაღაცა რო ქონდათ, პოპ, ევროპოპზე იყო გასვლითი შეხვედრები. და ფეხბურთელებს ანუ ერთ წამყვანი იყო, ერთი ბიჭი და ჩადიოდა ჩვენი ფეხბურთელები სადაც იყვნენ მისა თამაშობდნენ იქ ჩადიოდა და იქ ინტერვიუს და რაღაცებს აკეთებდა და აი ეგ იყო ბოლოს რაც ვნახე ქართული და ძალიან კარგი ხარისხის იმიტომ რომ აი ადამიანს ქონდა კონტენტზე ნაფიქრი რა და ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა რომ ანუ მე კი არ ვარ წუნია და არაფერი ქართული არ მომწონს
ხარისხიანი რაღაცების ის კეთობა გამომუშავებული მაქვს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გონია. გახსოვს შენი ლეგენდარული ფრაზა? როგორ იყო? ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად. კარგი გემოვნება. აი ეგ. ხო და მოკლედ მეც ბევრი შოუები მაქვს ნანახი და შესაბამისად კარგი გემოვნება მაქვს. ხო და მოკლედ ეგ იყო ძალიან კაი რა. ხო და რატო გავაკეთე ეს გადახვევა არ ვიცი. მოკლედ ამ კულინარულ შოუებს ყველაფერს არ უყურებ. რაღაცები არის. ეხლა ჩემი საყვარელი რაღაც ამოჩამებული მაქვს YouTube-ზე არის ბრიტანელი მეგობრები არიან 10 წელი ეს რაღაც cooking channel-ი აქვს და ძალიან საინტერესოა და მაგაზე სხვა დროს რაღაცებს მოვყვები. მაგრამ ეხლა რაზე მინდოდა გამახვილებინა ყურადღება. მოკლედ Netflix-ი მაქვს ერთადერთი ესეთი subscription based მეებისგან და მან ბევრი რაღაცა არის ეს კულინარული შოუები, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ინტერესით უყურე იყო Chef's Table და ძალიან იმიტომ რომ რაღაც არტისტულად გაკეთებული არის და მოკლედ კიდე გარდა იმისა რომ საჭმელზეა პლუს თვითონ გადაღების ხარისხი და სცენარი და ყველაფერი რაღაცნაირი ძალიან შთამბეჭდავია და არტია ფაქტიურად და მოკლედ ერთ-ერთი რომ ბრაუზავდი ამ Netflix სადღაციდან ამომიგდო საჯესტებში არც ვიცოდი რომ არსებობდა რა ერქვა თეთრი კოვზი, შავი კოვზი თუ რაღაცა ეგეთი კორეული cooking show-ა, სახელიც აღარ მახსოვს. მაგრამ რაღაცა კოვზებზე იყო რა. და კონცეფტი არის ისეთი უცნაური კულტურულ ამბავში, ეხლა რო შეხედავ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული მე მგონი და თან რაღაც ამერიკულ კულტურაში სხვანაირია რა. ალბათ Squid Games რო ვუყურებდი, ალბათ მაგითო ვიფიქრა რომ შევჯექი კორეულ. ნუ კორეული რაღაცები ზოგადად ფილმები და რაღაცები ხო ძალიან კაი ხარისხის არის, ხო და ეს არის, ანუ კორეული პროდაქშენი, ესე ეგეთი პროდაქშენი მე არაფერში არ მინახავს. რაღაცა საოცრება არის. და კონცეფცია იყო ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ იყვნენ ვიღაც ეს თეთრი კოვზები და შავი კოვზები. თავიდან ცოტა რაღაცა რასისტული პონტი მეგონა, მეთქი რომ თეთრი კოვზი, შავი კოვზი. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ მოკლედ ეს თეთრი კოვზები იყვნენ ვიღაცა მსოფლიო დონის შეფები და აღიარებული ტიპები და მათი სახელები და ყველაფერი ჩანდა და სადღაც აი რაღაც სხვანაირად იყვნენ განლაგებული ამ დიდი ის ქონდათ გადასაღები რაღაც სტუდია. და რაღაცა ზემოდან უყურებდნენ აივანივით ის იყო რა და იქიდან იყურებოდნენ ეს თეთრი შეფები და მერე შავი კოვზები იყვნენ ტიპები რომლებსაც უნდათ რომ დაიმკვიდრონ რა თავი ამ იმაში კულინარიაში და მთელი ამ შეჯიბრის მანძილზე ამათი სახელი არავინ არ იცოდა რაღაცა ნიკნეიმებით იყვნენ რა ანუ შენ უსახელო არავინ ხარ ანუ მე სახალხო არტისტი ვარ და შენ არავინ აი ეგეთი ის ქონდა რა კონტექსტი და ცოტა ეგ იყო შოკირებელი მაგრამ მე მთლიანად აი პროდაქშენი რასაც და როგორც აკეთებდნენ მაგალითად ერთი რაუნდი იყო უკვე ბოლოსკენ რაღაცა 200 კილო ტოფუ ჩამოვიდა ჭერიდან რაღაცა პოდიუმზე თუ რაღაცაზე ესე შეკიდებული იყო და ესე შეკიდული ეს ტოფუ ჩამოვიდა ესე და 24 საათი თუ რაღაცა კუკინგობდნენ და ყოველ რაუნდზე რაღაც ახალი უნდა გაეკეთებინათ ამ ტოფუსგან და ოღონდ ანუ იქიდან იღებდნენ ამ ტოფუს რა ანუ ესე მოდიოდნენ ამ დიდი მთიდან იმენა ესე იღებდნენ ამ ტოფუებს და მერე აკეთებდნენ და რაღაც აი ეგეთი არაფერი არ მინახავს აი რაღაც მეგონი იაპონური შოუები ძალიან გასულობა არის ხოლმე რაღაც გასართობი ისინი აქვს და ეს კორეული პროდაქშენი მივხვდი რომ რაღაცა next level-ია და თუ მე გექნება მუღამი შეგიძლიათ ჩაუჯდეთ რომ აი გარდა კულინარიისა ეს შოუს ელემენტები აქვს რაღაცა გენიალური ჯერ საერთოდ ამ შავის შეფების შესარჩევი ტური კიდე სხვანაირი იყო ანუ ეგრევე კი არ შეარჩიეს ეს თეთრი შეფები ზემოდან გადმოყურებდნენ ესე ის მიმირო არის ვამპირები ესე იყვნენ და იქ ერთი 200 თუ 100 ან მოკლედ ჯამში იყვნენ 100 და ბოლოს რჩებოდა ერთი ტიპი და ის 50 თუ რაღაცა ეს შავი კოვზიც რო აერჩიათ მანდაც ერთი 200 კაცი იყო რომელიც გადაარჩიეს რა და ორი ისყავდათ რა ქვია იმას ჟიური
ერთი ტიპი იყო, რომელიც ცნობილი კორეელი fast food chain-ებისთვის არის. რაღაცა ბიზნესმენი უფრო იყო ვიდრე შეფი, მოკლედ და მეორე ტიპი იყო რაღაცა მიშლენის ვარსკვლავების 700-ჯერ მფლობელი კორეელი ტიპი რა და ეს ძალიან კაი ბალანსი იყო ამ ორი ტიპის, რომ ის უფრო რაღაცა commodity და ძალიან ყველასთვის საინტერესო საჭმელებს და რაღაცა ისეთ fusion-ებს და რაღაცებს უფრო სხვანაირად უყურებდა რაღაცა mass market-ი და fast food-ურად, ეს უფრო რაღაც დახვეწილი და ეს როგორ შეწვიდა გამოშიგნე და რაღაცები და მოკლედ აი ესეთი ეგეთი გართობა ძალიან დიდი ხანი არ მქონია შოუის ყურებისას განსაკუთრებით თან ეს და ცოტა კულტურული შოკიც. Okay. ეს იყო რისი თქვაც ვირამდე ხანი ვილოვა ერთი ეპიზოდი უკვე და დამთავრდა. ხო და ის შენ თვითფრინავი გაფრინდა. Netflix-ზე cooking show-ებთან ადრე ვნახე და მე ოღონდ ერთი ეპიზოდი ვნახე, მაგრამ შეიძლება გაგისტორდეს. იმაზე იყო რა ქვია, street food-ზე არის და ვიღაცა პირველი ეპიზოდი რო ჩავხდე რაღაცა production-ი და აი როგორც იყო ნაჩვენები გამისტორდა. ვიღაცა ვიეტნამელი ქალი იყო, რომელსაც აქვს მიშლენის ვარსკვლავი რა. ისე წვავს კვერცხს სადღაც იმაში რა ქვია. რა ქვია მაგით? ხო. ვიეტნამის იმაში რა ქვია. დედაქალაქს რა ქვია დამოვიწყდა ბოდიშვილი და მეც დამავიწყდა. მომედო რომ გეოგრაფია გავიდა. აღარეთ. საზღვარზე რომ აბიჯებ ეგ severance-ის პრინციპით ეგრევე ტვინიდან გადის გეოგრაფია. რაღაცები გიგოსება და გეოგრაფია ნელ-ნელა მიდის ქვემოთ. ხო და მოკლედ ეს ქალი ყვება რომ რაღაცა უცებ ერთ დღეს გაუჭირდა იმავე დღეს გადაწყვიტა რომ street food corner-ი გაეკეთებინა დაითრია. აფა კვერცხი რაღაცა გავიდა და ეხა არის რაღაც ლეგენდარული street food შეფი არის მოკლედ და ეგ შეგიძლია ნახო. და რაც შეეხება ქართულ კულინარიულ შოუებს, მაგებს ვუყურებდი მე, Master Chef-ი თავიდან მევასებოდა, მე ზოგადად აქ ვეღარ ვუყურებ Master Chef-ს, იმიტომ რომ მე მგონი შეზღუდეს ლიცენზიის პონჩი, არ ვიცი. და მე იმიტომ რომ ზოგადად რაღაცნაირად გული ამიცრუდა ცოტა მაგ გადაცემაზე. და სხვათა შორის ძალიან კარგი პროდაქშენი ჰქონდა და პერსონაჟებადაც ჟიური ვინც ყავდათ ძალიან მომწონდა სამზარეულოს ომები ფორმულაზე. და მაგას ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ რაღაცა 1-3 თუ 4 სეზონის მერე დავანები მაგასაც თავი, იმიტომ რომ რაღაცა რეპეტიტივ ხდება რა ეგეთი შოუები მერე და აღარ არის საინტერესო რა ხო და მაგრამ ხარისხის მხრივ ეგ კარგი იყო. ხო, მანდ ხა მიხვდრე ჟიურის თემებიც არ მომწონს ხოლმე. ეს რაღაცა ვიცი რომ შოუსთვის კეთდება, მაგრამ აი ძალით რომ ეუზდელებიან და რაღაცებს რომ ვითომ რა შენ ანუ გორდონ რამზიობა რომ უნდათ, მაგრამ არა გორდონ რამზიულად ის არის. ой ხა იცი რა მიხვდი დღეს თამარ ელიზბარაშვილმა დამატა მეგობრებში. ხო და რაღაცა ძალიან მესიამოვნა. არ ვიცი რა. ანუ მისი გინებები ძალიან მეყვარს, როგორც გინების მოყვარულ ადამიანს. ხო და ეხლა ცოტა მივხვდი, რომ თამაზ ელიზბარაშვილი კი არა და გორდონ რამზი არის კულინარიის თამაზ ელიზბარაშვილი. Maybe attitude-ის ამბავში? ხო. აი ხო და აი რაღაცა მაგას ის უნდა რა პრინციპში ხო იმიტომ რომ ის მიდის შეფებს ეჭხუბება გორდონს nightmare kitchen-ში და რაღაცებში და აქ ეს ამას თუ ვიღაცა ძაღლსა ცხოველსულად მოეპყრება ეს დედის ტრაქს აფარებს თავზე და შესაბამისად სწორ გზაზე აყენებენ ადამიანებს ხო ხო ნუ რამდენად არის თამაზი მაგის შესაძლოა არის იმედი ამ არ მოусმას ჩემს პოდკასტს მე და სარმაგინას პიემში და ნუ აღარ ანუ ადვილად მომწერს უფრო მალე ვნახავ მაგრამ ის რა ქვია არა თქვენს მას რა ქვია გულახდილობას პატივს ვცემ ბატონო თამაზ ბევრ რაღაცა შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს სხვაში არ ვიცი არ მისაუბრე მასთან ბევრ რამეზე მოკლედ ხო და რაღაცა მინდოდა კიდე რომ მეთქვა და დამავიწყო და რაღაცა გამეზიარებინა. ეს მოვინიშნა იმ დღეს, რომ მეთქი საბასთან ეპიზოდში ეს უნდა ვახსენო თქო, არ ვიცი რატო. შეიძლება შენ კონდეს მანდ
რამე ინფუთი და მაგიტო არ ვიცი, მაგრამ ეს იყო რომ ამას რაღაც ავტობუსით მივდიოდი, ავტობუსითაც დავდივარ ხოლმე მივხვდი იმისა რომ მანქანა მყავს ხედავთ. I'm very people person. ისა people person კი არა და ხო ხვდებით რა. თუმცა მე მგონი ეს ბევრი ეს ის რევმატიზმის ის უყნოსე მე მგონი და ცოტა იმას ქნა. ხო და იმ დღეს მოკლედ ეს მივდიოდი პეკინზე ავტობუსით და შევამჩნია ისინი წყლის ფანტანები კი არა ის სახანძროსთვის გაკეთებული ჰიდრანტი. ხო და მე გამახსენდა რომ ეგენი პირველად ვნახე Tom and Jerry-ში. იმიტომ რომ ის ძაღლის უღან აფსამდა ან რაღაცას ესენი ან ამას ამ ჰიდრანტებს ტეხავდნენ და იქიდან წყალი ამოდიოდა და სულ მიკვირდა ანუ მაშინ ვნახე პირველად და ვერ მივხვდი რატომ არსებობდა ეს ჰიდრანტები. და აი ეხლა უკვე 30 წლის შემდეგ ჩემს ქალაქშიც ჰიდრანტები არის და მან მივხვდი რომ სად ვიყავით საერთოდ და რა ხდებოდა და რატო არ არსებობდა ანუ ისეთი მარტივი რაღაცა არის უსაფრთხოების რაღაცა ხო ანუ რატო ჭირდებოდა 30 წელი მაქამდე მისვლას რომ მოგვეფიქრებინა რომ ეგ საჭირო არის ქუჩაში მართალია დაჟე ისე რა ქვია ძალიან გაჯმულად ამერიკულ და ევროპულ პროექტებს ვინც აკეთებდა ხოლმე ისინი მაგათაც კი ვერ მოუფიქრებიათ ეგეთი რაღაცეები. ხო, ანუ ძალიან უცნაური, ანუ რაღაცა იმ მომენტში მეგონა რომ 10 წუთი გვაქვს დარჩენილი, არა უშავს. ეს არა, ხო, იმ მომენტში მეგონა რომ ანუ უცბად თუ გაითიშა კი, გვაჩვენებს 10 წუთს, კაი. ანუ ეს ტექნიკური არ შეიმჩნიათ, ამას არ ამოვიდა. და მე რომ მე შევქმნა ახალი მიტინგი და არა, მე შემეძლია რომ კიდე შევქმნა. ოკეი. მაგრამ მე ძალიან გძელიც რო არ გამოვიდეს ეგეც არის. მაგრამ შენთან საუბარს გავახსენ. ხო და ეს არის. ხო, თან რაღაცა ის იყო რომ ეს რაღაცა ამერიკული უცნაური რაღაცა არის, ანუ საერთოდ და არა და სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არ არის რა, როგორც რაღაცა ჭურჭლის სარეცხი მანქანა რო უცხო პლანეტელების ნაჩუქარი საოცრება გვეგონა რომელიც ცუდად რეცხავს ჭურჭელს, აი რაღაცა ესეთ რაღაცები და ძალიან მეცოდება ჩვენი თავი ხანდახან რა გვაქვს გამოვლილი. და ეხლა ბავშვებს თუ აქვთ რამეზე ეგეთი რაღაც მოკულტურულო შოკი, მე მგონი არაფერზე აღარ ექნებათ. ანუ ყველაფერი ნახეს და ნორმალურ რაღაც. ხო, არა, მე მგონი არა, ხო, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ბავშვების კულტურული შოკი ძალიან გამახსენდა 90-იან წლებში დედაჩემის დაქალის შვილმა ეს გოგო ყვებოდა რომ ჩემმა შვილმა მკითხაო რომ ორკანს რატო აქვს ორი მოსაშვებიო. იმიტომ რომ მარტო ცივი წყალი მოდიოდა ორივედან და რა მნიშვნელობა გქონდა. ანუ ცხელი წყალი არ გქონდა არასდროს. მე უცბად იმ წამაზე წავედი ბრიტანულ იმაში რომ ურევ ანუ ეგ ხო იცი რატო ყოფილა მე სადღაც აღმოვაჩინე არ ვიცი ეს ცალცალკე რო აქვთ ისინი ცხელი და ცივი. ხო ბრიტანეთში და ანუ ხელნა დაიფუფქო ან იმასგან და თურმე ანუ ოღონდ რატო არ ჯერ კიდე ეს შემორჩენილი არ ვიცი ანუ წყლის ნაკლებობა თუ რაღაც რო იყო ძალიან ძველ დროში როცა ახალი გაკეთებული იყო ყველაფერი აგუბებდნენ ამ წყალს და იქ ურევდნენ და აზავებდნენ რა და მაგით იყო ცალცალკე მაგრამ ეხლა რატო არ ვიცი თან არ ვარ ნამყოფი ბრიტანეთში ამიტომ ვერ გეტყვით აი ანიკო მოგვისმენს უაჭველი და გვითხარი და გვიკომენტარე შეიძლება ახალ სახლებში სხვანაირად არის ხო მაგრამ ისა ჯერ კიდე უმეტესად არის თუ არა ეგრე ეგ ძაკა ხმრობა ორი რატო მართლა ისე ხო ისე ეხა მივხვდი რომ მეც მქონია ეგ კითხვა კი არ მქონია უფრო სწორად აი რაღაცნაირად რომ ვერ აკავშირებ რა რომ აქ ოდესმე იყო ამაში ცხელი წყალი? იცი რა გამახსენდა ხო? მე ის იყო რაღაცა ის მითების ვით გვიყვებოდნენ ხოლმე რომ აი საბჭოთა კავშირის დროს ცხელი წყალი მოდიოდა იმაში და ატმორი რო არ უნდა დაგეყენებინა რა პირდაპირ მოდიოდა. ხო ეგ იყო და რაღაცა საოცრება მეგონა რომ ცხელი წყლის ონკანში ცხელი წყალი წამოვიდოდა.
ვაიმე მართლა, საიდან და მოვედი? რადიატორები იყო ეგეთი საკიდე ამოუხსნელი რაღაცა ბევრი ბავშვისთვის ოქროს კი. იყო რადიატორები, რომლებიც მე ჯართის ჩამბარებლებმა დაიტანეს თურქეთში. ყველა რადიატორი საერთოდ საქართველოში. აუ ხო, ეგ ცალკე ის იყო, რომ ამაში ეს თბებოდა. ეს თბებოდა. ის იყო, რა ქვია, ძალიან მეცნიერო, ან მაგ გამჭოლ იმას მილს სტაიაკი რო ქვია. მაგრამ მე მგონი იმაში ქვია, რა ქვია იმას. სანტექნიკაში ქვია ეგრე, მაგრამ ალბათ მაგასაც ეგრე ერქვა. ხო, აი ეს სტაიაკი მახსოვს, ძალიან დიდხანს ეს გათბობის ის იყო რა, სანამ მოუჭრედით. და არ ვიცი, მორზეს ანბანი მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ კაკუნით რომ მეზობელს ანიშნებდი მაგითი, კი, ეგ იყო საკომუნიკაციო. ერთხელ მახსოვს რომ მეგონი ნახევარი საათი ვიდექი და რაღაცას ვაკაკუნებდი და ვიღაცა მიკაკუნებდა და რა ხდება საერთოდ. ანუ ეს არის ტელეფონები რო არ ქონდა, აი ამით ერთობოდით ბავშვები და რა ვიცი, მე მგონი მაინც ტელეფონი ჯობია. ალბათ. ჩვენ ეგ მე მახსოვს რომ ჩვენ ზედამეზობელს დედა ჩემი და ის ქალი ეძახოდნენ ხოლმე ყავაზე მასე კაკუნით. და უცბად შეცდომაში შეიყვან ვიღაცა როს მესამე, მაგრამ რაღაცა ხო, მესამე საფრთხემდე ეთყობა არადიო და ან ის მეორე საფრთხეზე რო აკაკუნებდა იმას საიდანაც უნდა და ზედა საფრთხეს უკაკუნებდა ქვედა საფრთხეს. ყველას თავისი კაკუნესის ჰქონდა რა. ხო და ესე იგი 5 წუთი დაგვრჩა და კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ესე იგი შეგვიძლია დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი რაღაც დავასრულოთ. მოკლედ დავდებთ, როცა დავდებთ. ხო და გითხარით, მოგწონთ თუ არა ეს ფორმატი? მოგვისმენთ თუ არა? თუ არ მოგვისმენთ, მაინც ჩავწერთ, მაგრამ ნუ რამდენი მოგვისმენთ. იმიტომ რომ სამასთანაც დიდი ხანი არ ვილაპარაკია და დიდი სიამოვნებით ჩავწერ ხოლმე და ხო და ის რა ქვია სხვა რა არც არაფერი აქ ბევრი დამშვიდობება გვინდა აქაც რამეს მოვიფიქრებთ მაგრამ ევროპაში რო შევხვდებით მან მაგას ყველგან ჩავაინტეგრირებ მაგ დამშვიდობებას წინა ეპიზოდში და მავიწყდა ხო და მადლობა თუ გვისმენთ ეს ფორმატიც თუ მოგწონთ შემოგვეხმიანეთ და აქაც შეგიძლიათ დაგვისაჯესტოთ ან რაღაც გაგვიზიაროთ აი ესეთი თქვენი დაკვირვებები წყალზე გამოცდილებები წყალზე ცხარესაჭმელზე და კულინარიულ მიგრანტებზე და საინტერესო ფაქტები ხო და ვიეტნამის დედაქალაქი გაგვახსენეთ იმიტომ რომ არ დავგუგლავ სანამ არ დააკომენტებს კი ბატონო, მართალია, მადლობა საბა, მეც არ გავხსნი და არ ვნახავ. არ გამახსენდებს, მაგრამ დავივიწყებ ზალით, რომ კი. და მეც თუ რამე და გავიხსენე, აუ ის ლაოსი არ არის, მე მგონი ლაოსია. არა, ლაოსი ცალკე ქვეყანაა, გოგო, შეთვალად ნუ გაამერიკელდები. არა, კი. აუ, ეხა უნდა დავგოგლო. ამას ამოვჭრი ბოშხო. ეგეთი კი მოიცა ანოი არის მე მგონი მართალი ხარ ცალკე არის ლაოსი ხო კაი ამას მართლა მოვჭრი too much გაუნათლებლობა კაი და მაგრამ ახლოსაა იმასთან და ამიტომ მაგრამ ის არა ქვია კაი ამას ვჭრი და 2 წუთი გონია ეს ხდება, ისა რა ქვია, მოტყუება ხალხის, რომ ვითომ ინტელექტუალები არიან ვიღაცები და სინამდვილეში არაფერი. ხო შემეძლო დამეგუგლა. ან ხმარა მომეღო რა ვიცი. ხო და მოკლედ ხო, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები. ამ თემებთან დაკავშირებით და შემდეგზე რაზე ვილაპარაკებთ არ ვიცი, მაგრამ გაგვახსენდება რაღაცა. ქუჩაში რამეს შევხვდები და საბა გამახსენდება. ხო და მეც რაღაცებს მოვინიშნავ რომ ნახავ და იმედია გასტრიტიც გამიulis მანამდე. გასტრიტის კურნალობის რამე ისინი შეგვიძლიათ რომ გაგვიზიარონ. დიეტა უნდა მაგას ცხარე შემწვარ მოხრაკული და რაღაცა არ უნდა ჭამჟავე მე მგონი ხა ჟავე როგორ მევასე ანუ მზის ენერგიას აიკვებებოდა თუ რა მოხარშული და უმი ბოსტნეულიან ხილი რა მაგ პონჩი
ოკეი. კაი, 2 წუთი გვაქვს, შეგვიძლია დავასრულოთ პრემიუმ ზუმსაც ვიყიდით ოდესმე. მე რაღაც Patreon-ის page გავაკეთე. ჩაგვირიცხეთ ანგარიშზე. და ისა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და შევხვდებით ევროპაში. ოკეი, ევროპაში ხო, არ ვიცი, მე ამერიკაში ვარ, მაგრამ მაინც ევროპაში შევხვდებით. რაღაც ამ ფორმატს მეგონი ეს დამშვიდობება არ ხდება. რაღაცა ისეთი, მაგრამ ასევე ჩამოვან, კაცო, ევროპაში ჩამოვან. საბა ევროპაში ჩამოვა. აი, ამით შეგვიძლია დავამთავროთ ხოლმე. ოკეი, ყველაფერი თქვენ გაევროპულეთ, თქვენ იმუშავეთ, იბრძოლეთ და მე მზამზარეულობზე ჩამოვალ ევროპაში. მადლობა.